gogajiji.com Produceri Kerem Çatay. Rejisörü Uluç Bayraktari, Cem Karci. Karaday. საღამოს უნდა დამელოდები. რატომ ძვირფასო? რამდენიმე დღეა სახლიდან არ გავსულა, რომ ამრავი საქმე მაქვს. არ საყვედურობ. შენ რა სიტყვი? ხო, სხვების გაბრაზება არ არის საჭირო, ხო მართალი ვარ. კარგი, როგორც მეტყვი. გაფრთხილებ, სახლიდან არ უნდა გახვიდე. ქორწილის შემდეგ შენ გარდა არავინ მინახავს. შენი და იმ ბიჭის გარდა, რომელსაც ჩემთვის პროდუქტები მოაქვს. პანჯრიდანაც კი არ ვიყურები. არავის ველაპარაკები. არავინ მოდის ჩემთან. ბავშვის შესახებ ჯერ დედა ჩემისთვისაც კი არ მithქვამს. ცოტა ხანი კიდევ მოითმინე. კარგი. გასაგებია. დილამშვიდობისა ძმაო. დილამშვიდობისა. რამე ხომ არ მოხდა სელიმ? ვინმე ხომ არ მოსულა ჩემზე ხომ არაფერი უკითხავს? არა ძმაო, ყველაფერი კარგადაა. რამდენიმე დღეა დღეს შუქი არ ვინახავს, თითქოს ციხეში ვიყავი. უკვე მომბეზრდა. არავის არ უსურვებ ამას. დამშვიდი ძმაო. არავინ არ გეძებს, ბიჭებმა ყველაფერი გაარკვიეს, მე პოლიციაშიც ვიყავი. სინან ქოჯას მკვლელობის საქმე მალე გაუხსნელ საქმეებს მიემატება. მალე ყველას დაავიწყდება. კარი. ყველაზე ძალიან შენ გაგიმართლა. სკოლაში წასვლის შანსი გაქვს. რაღაც ახალს გაიგებ შესვენების დროს მეგობრებთან ითამაშებ. ჩვენ კი მთელი დღის განმავლობაში დებია შენის ბრძანებებს უნდა ვუსმინოთ. გამიჯერე, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. მართლა? ნუ ცდილობ დეიდა, მაინც ვერ მომატყუებ. პატარა აღარ ვარ. ვიცი რომ პატარა აღარ ხარ. სწორედ ამის იმედი მაქვს. ყველა რთულ საქმეს რომ მორჩებით, მარტო ქუჩის მორთვა დარჩება. ამას მე და შენ ერთად გავაკეთებთ. გაფრთხილებ, მე არ იწუწუნო და ვიღალეო, კარგი? კარგი. ყოჩახ. კარგ დღეს გისურვებ. მადლობ დეიდა. საით. ახალ სახლში. ვერ დაამთავრე საქმეები. რაღაც სრულმანები დამრჩა. მაგრამ ჯერ მეჰმედ საიმთან მივალ. საქმის მოსმენის დღიდან მურეკავ, მაგრამ არ პასუხობს. მისი დამსახურებაა, რომ ქორწილის გადახდა შეგვიძლია. მინდა მადლობა გადავუხადო. ასე თუ არ მოვიქეცი, ვერ მოვისვენებ. მართალი ხარ. რა თქმა უნდა, თვით უფლებას თუ მოგცემს. ასეა მამა. ორი შეხვედრის დროს მსაყვედურობს და მლანძღავს, მაგრამ რა ვქნა? იმ ქალის მამაა, რომელიც ძალიან მეყვარს. ოღონდ ფერიდეს არ აწყენინოს და მე რაც უნდა ის მითხრას. არა უშავს. დღეს შენი დღეა მაჰირ. თუნებას მომცემ. მე წავალ მასთან. ვილაპარაკებთ ისე როგორც მამებს შეეფერებათ. იქნება მან მაინც იმოქმედოს მასზე. შენ კი სხვა საქმეებს მიხედა შვილო. მიდი. კარგი მამა. როგორც სიტყვი. აბა შენიც. კადირ, ყველაფერს რომ მორჩები, აქაურობა მიალაგე. იეტაკი მორეცხენ, ტორი არ დარჩეს. კარგი.
ბატონოსიძე, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის ხელის მომგიდე. მითხარი როგორ მიდის საქორწინო სამზადისი? ნუ მკითხავ ნამდვილი საგიჟეთია. დედაჩემმა ყველას რაღაც დაგვავალა. მე სახლის შესამოწმებლად მივდივარ. 5 ლანგარი ფახლავა შევუკვეთ. თუ საჭირო გახდება კიდევ დავამატებ. არა, გმადლობ ძმაო, სრულიად საკმარისია. საჩუქრები მზად არის. ჩემი ცოლი ქათამს ამზადებს. თუ რამე დაგჭირდება, აუცილებლად მითხარი. საღამოსთვის უკვე ყველაფერი მზადაა. ბედნიერებას გისურვებ ძმაო. მადლობა ღმერთს, რაც ვთხოვე ყველაფერი შეგვისრულა. მადლობა ღმერთს, ძმაო. სახლის ანახავად მიდიხარ? აუ, რაღაც წვრილმანები კიდევ დარჩა. კარგი. თუ დაგჭირდები შემოტყობინე. კარგი, ბედნიერად. ანე? დედა? ისმენ? მოსაწვევები დაარიგე? ჯერ არა. როდის აპირებ დარიგებას? დროისედაც ცოტა გვაქვს. მაჰირის გამოგრცხვენია არა? ჩემო ფერიდე. ჯერ არ დამირიგებია, მაგრამ იმიტომ არა რომ მწვენია. პირიქით ეს ყველაფერი თქვენ გამოგავაკეთე. მოდი დავსხდეთ. მისმინე. მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს კარგად იცნო. წყვირა წეულები მოვლე. უამრავ შენიშვნას მოგცემენ. დღეს ხომ ყველაზე ბედნიერი დღე. 1000 რამე სიტყვიან შენგან მალულად. მაჰირზე აუცილებლად ილაპარაკებენ ცოტს. ეს კი შენთვის არასასიამოვნო იქნება. ამან შეიძლება ყველაზე ბედნიერ დღეს ხასიათი გაგიბუჯოს. მე კი მინდა რომ ბედნიერი იყო. ამიტომ არ დავარიგე მოსაწვევები. მართალი ხარ? ასე ჯობია. გეთანხმები. Hadi bakalım gelin hanım. სამომღები ქალბატონო პატარძალო, დილამდე ჩვენს სახლში ვიყავი, კედლებს ვღებავდი. წამოდი და სამუშაოში ამოწმე. მთელი ღამე მარტო რატომ მუშაობდი? რომ გეთქვა მოვიდოდი და დაგეხმარებოდი. Biricik zevcemi düğün. არ მინდოდა ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი საცოლე ქორწილის წინ დაღლილიყო. უამრავი საქმე გვაქვს. მოდი ჯერ შეღებოს მოგჭეთ, რომ მერე დანარჩენ საქმეებსაც მივხედოთ, თორემ ქორწილამდე ვერაფერს ვერ მოვასწრებთ. კარგი, როგორც მეტყვით ბატონო სიძე. დილამშვიდობის. მოდი, ნუ დგახარ. Çok sağ olun. დიდი მადლობა, მაგრამ მე ფერიდეს მოსატაცებლად მოვედი. თუ რა თქმა უნდა თანახმა ხართ. თანახმა ვარ, ცოტა ხანში ისედაც სამუდამოდ წამართმევ. შეგვიძლია წავიდეთ? დედა მარტო ნურაფერს მოიტან სახლში. საღამომდე დაიღლები, კარგი? ნუ ნერვიულობ. წადი. Allah'a ısmarladık. ბედნიერად. Nazif. Şvilo. Hoş geldin. გამარჯობა. Anne yok mu? დედა შენი არ მოსულა? Yok. არა, მარტო მოვედი. შენთან მინდა დარჩენა. Peki kardeşim. კარგი დარჩი. Ama მაგრამ ჯერ მომიყევი რა მოხდა? önce gel bir ne oldu anlat bakalım. დედა ბაბუას ელაპარაკა. მან კი შენთან გადმოსვლაზე უარი გვითხრა. ძალიან მენატრები. ამ სახლში მინდა დაძინება, ჩემს ოთახში. დედა შენმა რა უნდა ქნას? ბაბუა შენი უარს ეუბნება. თუ ასეა თვითონ იცხოვროს მამამისთან, მე მამა ჩემთან მინდა ცხოვრება. Güzel oğlum benim. ჩემო პატარა, ნუ ნერვიულობ. Sen hiç üzülme. მე და დედა შენმა ამ საკითხზე უკვე ვილაპარაკეთ. დედა შენი შეეცდება ბაბუა დაითანხმოს. Için oyun ediyor. მართლა? Sahi ო, ასე. göreceksin. აი ნახო. მალე ყველა ერთად ვიცხოვრებთ ერთ სახლში. ეს კარგია, მაგრამ მე რატომ არ მითხარით? მეც დავეხმარებოდი დედას და უფრო ადვილად დავითანხმებდით ბაბუას. Sen მომისმენე შვილო, ჯერ ჩუმად ეკავი. დედა არ გააბრაზო. შევთანხმდით? კარგი.
შეიძლება დაგეხმაროთ ქალბატონო. ისევ ნაჩხუბრები ვართ? მითხარი რა გააკეთა რომ შევრიგებულიყავით? კარგი. მართალი ხარ, უამრავი შეცდომა დავუშვი. მომეცინება რომ შეცდომა გამოვასწორო. ლექციები გააცდინე და მთელი დღე ერთად გავატაროთ. მარტო მე და შენ. რა სიტყვი? ერთად ყოფნას და საირნობას ვერ ვახერხებთ იასინ. დღეს ლექციებიც კი გავაცდინე. ხომ გახსოვს დღეს ინის რიტუალია ჩემებს ვეხმარები და ვერსად ვერ წამოყვები. 2 საათით ვერ გაიპარები? ისედაც მთელი უბანი გეხმარებათ. მეც მინდოდა დასახმარებლად მოსულიყავი, მაგრამ უარი მითხრეს. რას ამბობ იასინ? ვალდებული ვარ აქ ვიყო. საღამოს შევხვდეთ. რა თქმა უნდა თუ მოხვალ. აუცილებლად მოვალ ჩემო ლამაზო. პირველ ცეკვას ერთად ვიცეკვებთ. კარგი ასე იყოს. ნახვამდის. მოალა შვილო ნახევინ მოვიდა. შეიძლება შემოვიდე. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა ქალბატონო პრემიერ, ისთვის მოხდით, რამე ხომ არ მოხდა? არ შემომიშვებ? მინდოდა უფრო ადრე მოვსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე. საქორწინო სამზადისი უამრავ დროს მოითხოვს. წარმომიდგენია. შენი შვილი მადლობელია ჩვენება რომ მიეცი. მეც მადლობას გიხდით. ჩემი შვილის გამო მოვიქეცი ასე, კერიმე. ამ ამბავს არავითარი კავშირი არა აქვს არც შენთან და არც შენს მუქარებთან. სავსებით გეთანხმები, ამიტომაც გავბედე აქ მოსვლა. მივხვდი რომ მხოლოდ ფერიდეს გამო გააკეთე ეს. კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ ძალიან გიყვარს შვილი. ახლა კითხო კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბატონო მეჰმედსაიმ. დღეს ისინი საქორწინო ბეჭდებს გათვლიან. მამა ხარ და აუცილებლად უნდა მოხვიდე. ფერიდეს მხარში უნდა დაუდგე. ოჯახის მხარდაჭერის გარეშე არ უნდა დატოვო. ნუ აჩქარდები, პირდაპირ მომეტყვი უარს. ჯობია კარგად დაფიქრდე და მერე გადაწყვეტო. ხედავ, მოალა გამოგიძახია. არ გიყვარს, როცა მარტო ხარ სახლში, მიტოვებული, ძაღლივით. ვერბი, თქვენ ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოვიდა. ახლა ვენახავ. კედლები ზუსტად იმ ფერის გამოვიდა, როგორც შენ გინდოდა? მგონი კი. აბა?
Nasıl? ზუსტად ისფერია? Olmuş mu? ძალიან ყვირალა ყვითელია. Sen seçtin Feride. ესფერი შენ არ არჩიე? Sen ne istediysen ben onu მეც ისე შევძებე როგორც შენ მითხარი. არა, მე გთხოვე цота თეთრი ფერი დაამატე მეთქი. yaptın ya Feride. დავამატე თეთრი ფერიდან. Boyanınca böyle. როცა გაშრა ასეთი გამოვიდა. არა, ძალიან ყვითელია. Bence güzel. მე მომწონს. მე არა. ყვირალა ყვითელია, ლიმონის ფერს გავს. Sen gel. წამოდი საძინებელს გაჩვენებ. Sana bir de yatak odası. ნახოთ რა სიტყვი. Bakalım onu beğendim. წამოდი. Gel buraya. ყველაფერს ჩემს თანაშემწეს გამოვატან სონგულ. შენ მანამდე მომზადება გააგრძელე. თუ დახმარება დაგჭირდება, მაშინვე ჩემს ცოლს გააგებინე. კარგი ბატონო ელხან, დიდი მადლობა. ოსმან, აქ რას აკეთებ? შენ ხომ საკონტროლო გქონდა დღეს უნივერსიტეტში. Bugün münazaradan daha önemli işlerim უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს სონგულ. დღეს ხომ მაჰირის ნიშნობა? ვიფიქრე შეიძლება რამეში დავჭირდე მეთქი და ამიტომ არ წავედი ლექციებს. ისიც ვიფიქრე რომ არ შენ არ წახვიდოდი. ასე რომ განგება მომიყვანა აქ. oldu o zaman. კარგი, მაღაზიაში ვიქნები. Ben dükkandayım. ოსტატს თუ დავჭირდები, Bir ustama მითხარი აუცილებლად. Yani ერთი სიტყვით neye ihtiyaç olursa გამაგებინე თუ რამე დაგჭირდებათ. bir şey lazım olursa Kargin? haber ver muhakkak. კარგი. გმადლობ. საფიე, რამე ხომ არ დამავიწყდა? არა, ელექტრიკოსი სად არის? ნაცურები უნდა დაეკიდა. უკვე უთხარი სადაც ამოვა. ასე არ უნდა კითხო, სულ ასე მეუბნები, მალე მოვა. თქვის მოსაღამოვდა. ჯერ შუადღეც არ არის, ყველაფერს აზვიადებ. ნუ ნერვიულობ, დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. ასე ადრე რატომ მოვიდა? სკოლაში არ წასულ ხარ? დავედი, მაგრამ მასწავლებელი ავად გახდა. ყველა სახლში გამოგვიშვეს. მიფიქრე ბაბუას დავეხმარები მეთქი. კარგი, შემოდი და გვეხმარე. მოდი. ახლავე დავიწყოთ საქმეების კეთება. დედა მე შვილო, აქ რას აკეთებ? მასწავლებელი გამხდა რა ავად. გაუმართლა. შენი ჩანთა სად არის? სახლში დამრჩა. სკოლაში რომ მიდიოდი, ჩანთა გქონდა. ნაზიფ, Oğlum sen neredeydin? მიპასუხე სად იყავი? მამასთან. იქ რატომ წახვედი? მინდოდა მისი ნახვა და წავედი. ჩვენი სახლი ის არის. ჩვენი სახლი აქ არის ნაზიფ. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. ხომ გითხარით, ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ? არა, მამამ ყველაფერი მითხრა. ასე თქვა, დედა შენი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბაბუა დაითანხმოს და ჩემთან გადმოხვიდეთ საცხოვრებლადო. მამა, Bugün ახლა ამის დრო არ არის, ლუქნორ. her şey yeriz. მერე მშვიდად ვილაპარაკოთ. Hadi bakalım Tuğ. კარგი, ჩემო საყვარელო ბიჭო. Düş önüme. წამომღები. და რაც ბები ამ გთხოვა, ყველაფერი ვიყიდოთ. წამოდი. მადლობ. აქეთ გთხოვთ. 5 წუთში დაუბრუნდები დედა. მე ერთო მოთმინების უნარი მომეცი. Bu kutuyu da yedi. აი კიდევ ერთი ყუთი. მომეცი. მაჰირ. ორ დღეში აქ გადმოვალ საცხოვრებლად. Evet. ხო, Sarı duvar. ჩვენს ყვითელ სახლში. თავის იზმარში მგონია. ნეტა ვინ არის? Yo. არ ვიცი. Bizimle bir katkı. ვინდა დაგეხმაროთ, რა თქმა უნდა, თუ ნებას დაგხვდავთ. მართალია ძვირფასი საჩუქრები არ არის, მაგრამ სიყვარულით არის მოწმნილი. Aman yüreğiniz var. სწორედ ეს არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. Buyurun. გთხოვთ, გთხოვთ. Gel Zeki.
Hoş geldin Seyis abi. გამარჯობა ძმაო სეის. გამარჯობა. Nerede usta? სად არის ოსტატი? İçeride abi hemen. სახელოსნოშია ძმაო. ახლავე დაუძახებ. Usta! ოსტატო, ბატონო ჰოლუს. ძმა სეისი მოვიდა. Oo Seyis kardeş. გამარჯობა ძმაო სეის. მობრძანდი. რა დიდი პატივია. რა მოხდა? Benim kızım ყველაფერი კარგადაა. ჩემი ულამაზესი მანქანის სანახავად მოვედი. her şeyde. Eksiği უკვე დავათვალიერე, ვერავითარი პრობლემა ვერ აღმოვაჩინე. ყველაფერი წესრიგშია, ძრავა გამართულად მუშაობს. bir arabanın ძალიან კარგი, ჩემს მანქანას ვუფრთხილდები, ჩემს ცხენებსაც. მანქანას უმნიშვნელო დაზიანება ჰქონდა. გაარკვიე რამე? ყველაფერი კარგადაა, უკვე შევაკეთე. არაფერი არ გაგიგეთებია. ჩვენ როგორ შევთანხმდით, ძმაო? bu arabanın მანქანა დღეისთვის უნდა ყოფილიყო მზად. bugün ასე არისო? işi uzadı. ცოტა გაჭიანურდა საქმე. არ გეგონოს რომ რამე დამავიწყდა. Oldu mu ama şimdi bu? შენ ფიქრობ რომ ეს ნორმალური საქციელია? Bu arabayı მომგითხარი ეს მანქანა ერთ ადამიანს უნდა ვაჩუქო, რომელიც მასავით მიყვარს. yarın içeriden çıkacak. არ მithქვამს რომ ხვალ ციხიდან გამოდის და მინდა ამ საჩუქარმა გაახაროს მეთქი. Abi izin ver. ნო, სადილამდე ყველაფერს მოვასწრებ. საღამოს შენი სახლის კართან იდგება. Kapında olur. გამარჯობა ძმაო, ბიულენტი აქ არის? Tamirhanede. სახელოსნოშია და მუშაობს. Yetiştireceğim. პირდაპირ რომ მოვასწრებ ძმაო. ბიულენტ, რა მოხდა ეკნურ? ხომ გაგაფრთხილა ბიულენტ? ჩვენი საუბრის შესახებ რატომ უთხარი ნაზიბს? Ya bu çocuk geldi. სახლში მოვიდა ტიროდა. Yapacağım diye. მე კი მინდოდა რომ გამხიარულებულიყო. კარგი რა, მორჩა დაივიწყე ეს ყველაფერი. რა მოხდა? ის ჯერ ბავშვია ბიულენტ. ვერ მოითმინა, მოვიდა და ყველაფერი მამაჩემს უთხრა. თქვენი სახლიდან გადავალთ, დედა გატყუებთო. Olur mu? ასეც უნდა იყოს ეკნურ. ჩვენ ასე გადავწყვიტეთ. Biz bir karar. ვალდებულები არ ვართ. შენი მშობლების თანხმობას დაველოდოთ. რას ამბობ? მამაჩემის ნებართვის გარეშე როგორ წამოვიდე სახლიდან? ადე კიდე წამოდი. ჩვენ ხომ ზრდასრული დამოუკიდებელი ადამიანები ვართ. მათ ფულზე ხომ არა ვართ დამოკიდებული. უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. ის გამო აღმოჩნდი ასეთ მდგომარეობაში. მე ნუ მეკამათები არ ჯობია შეცდომები გაიაზრო და ჩემი ოჯახის დარწმუნებაში დამეხმარო. აშკაცურად მოიქეცი, მიდი ჩემს მშობლებთან და პატიებას თხოვე. კარგი, ასე მოვიქცევი. ვთქვათ, უკვე ვიყავი მათთან მისული და პატიება ვთხოვე. მე კიდევ რამდენჯერმე მივედი მათთან იმის გასარკვევად, ნამდვილად მაპატიეს თუ არა. Gel biraz bence biz. მომისმინე ილხნურ, ეს ყველაფერი სისულელია. ჩვენს ურთიერთობაზე იფიქრე. ნაზიბზე იფიქრე. მამაჩემის დათანხმება ადვილი არ არის. ეშინია რომ კიდევ მიღალატებ და კიდევ დამარტყამ. მომისმინე ილხნურ. ერთი ადამიანი მეორეს უმიზეზოდ არ დაარტყამს ხელს. Eğer sen რომ არ გაგებრაზებინე, როგორ ფიქრობ, ასე მოვიქცეოდი? Ha? Son dakika işlerinden haz etmez. ომიცის საქმის ბოლო მომენტამდე გადადება არ მეყვარს. პირდები ყველაფერს გავაკეთებს, მო. პირობას თუ დავარღვევ, შეგიძლია დამსაჯო. Baba gideceğim. ტუალეტში გავალ. Söyle çocuğa arabayı. შენმა თანაშემძემ კი მანქანა აქ მოიყვანოს. ნახოთ რა მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ძმაო. Arabayı çek. მიდი გამოიყვანე. Dur sus. ეკნურ გაჩუმდი. ხელი გამიშვი. ტკივა. ალბათ ხვდები, ჩემი ბრალი არ არის რომ გტკივა. ხომ ასეა ეკნურ? ვერ ხვდები რა დღეში ხარ. ასეთ მდგომარეობაში რომ გიყურებ. როგორ უნდა წამოვიდე ჩემი სახლიდან? Yine aynı şeyi. ისევ იმას იმეორებ. Ben biz. მე ჩვენს ურთიერთობაზე გელაპარაკები, შენ კი რას მპასუხობ? Babam. ჩემი ძმა, მამა ჩემი. Beni deli. ვერ გაიგე რომ ეს მაგიჟებს. Ağır ol bakalım. ხელი გაუშვი ძმაო. Sen kimsin kardeşim? შენ ვინ ხარ? Kimlik sorumlusu. ჯერ ხელი დაუშვი და მე ეკითხე ვინ ვარ. O elini indir. Siz iyi misiniz bayan? კარგად ხართ, ქალბატონო? Kusura bakmayın. მაპატიეთ. Normalde kimse. საერთოდ სხვის საქმეში ჩარევა არ მეყვარს. Ama kadın. მაგრამ ვერ ვიტან როცა ქალს შეურაცხყოფას ახენებენ. ეს არის ჩემი სისუსტე. უბრალოდ მანქანა გამოიყვანეს. Geliyorum. მოვდივარ. Bakışta. აი ძმაო, მანქანა წესრიგშია. Cilayda. რამდენიმე დეტალი და ახალი ვითიქნება. Gibi hazır araba.
Bırak şimdi arabayı da. მანქანა დაევიწყე. Kimdi içerideki? ვინ არის ის გაბატონი? Tamiren. ჩემი ერთი თანამშრომლის ყოფილი მეუღლეა. Eski derken. ყოფილი? Ayrılmışlar mı? განქორწინებულები არიან? Evet. ხო, უკვე რამდენიმე თვეა. Yaşamışlar. Söyle çocuğa. შენმა თანაშემწემ მანქანა საღამოს ჩემს სახლთან მოიყვანოს. კარგი ძმაო, როგორ წიტყვი? გილოცავთ, ბედნიერები იყავით. Allah razı olsun. მადლობთ. Düğünü yap. ქორწილის შემდეგ ვახშამზე გებატიჟებით. Sağ olun. Allah razı olsun. მადლობთ. Amin. Amin inşallah. Sağ olun. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობთ ღმერთმა ხნას. გილოცავთ. ენის რიტუალის შემდეგ მოვალ და დალაგებაში დაგეხმარებით. კარგი გელოდები. Bir şey ihtiyaç var. რამე ხომ არ გინდა ძმაო? Sağ ol kardeşim. არა ძმაო, დიდი მადლობა. Dünya. გაბატონო რძალო. მადლობა. რა კარგი ხალხი ცხოვრობს ამ უბანში. Hepsi benim canım. ყველანი ჩემი ძმები და მეგობრები არიან. Kardeşlerim. İşte insan ne? ეს დიდი ბედნიერებაა ჩემო ფერიდე არა? Serdar. ჩემო საყვარელო. Bence ufak ufak მოდი მოემზადოთ თორემ დაგვაგვიანდება და მე ნახავ დედა ჩემი უცებ ალკაჯად რომ გადაიქცევა. ამის ნახვას კი ნამდვილად არ გირჩევ. კარგი. წავედით. გასინჯეთ ისმეთმა მოიტანა. ძალიან გემრიელია. ამის გამოცხობაა ერთი ცნობილი კონდიტერისგან ისწავლა. მართლაც გემრიელია. შესანიშნავია. ბატონი ისმეთი თქვენი მსხობელია? დიახ. მარტო კარგი მეფუნთუშე კი არ არის. მაჰირის მეგობარიცაა. შვილო, ესენიც მაგიდაზე დააცვა. კარგი. ესეც აიღე. კარგი. გვაპატიეთ რომ ამდენი რამ დაგავალეთ, მაგრამ ნერვიულობ. მეშინია ყველაფერი რომ ვერ მოვასწროთ. რას ამბობთ? ეს ხომ ჩვენი ქორწილიცაა. ესეც ზადაა. ცოტა მოითმინე ნაზიფ. იცოდე ამ ლანგრებზე ყველაფერი დათვლილია. ეიდა. ნაზიფ. მამა დაგეხმარო? არა, ჯობია შენსაც მიეხმარო. სად იყავი დაიკო? ისე დავიღალე ფეხზე ძლივს ვდგავარ. წახვედი და მარტო დამტოვე. არ მეცალა. ამაზე მნიშვნელოვანი რა საქმე გქონდა? შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ. მე სულ სხვა რამე მადარდებს. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობა. სამზარეულოში ვიქნები. ჩემი და უკვე მოვიდა, წავალ რამეს დავაუთოვებ. დედოფალო საფია? ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შენ გინდოდა. მართლა? ყველაფერი მოასწარეთ? თითქმის მოვასწარეთ. დანარჩენი მხოლოდ იმ სტუმრებზეა დამოკიდებული, რომლებიც ზეიმზე დავპატიჟეთ. კარგი. აღარ ბრაზობ ჩემო ლამაზო დედოფალო. ასე ნუ ლაპარაკო ბატონო ნაზიფ. ჩვენი ბიჭი ცოლს ირთავს და ნერვიულობ. მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს. ამ დღეს ყველა ერთად ვართ. კიდევ რა უნდა ვინატროთ? მოითმინე ნაზიფ. ორმაგი სიხარული გველის ქორწილში. ორჰანიც გამოვა ციხიდან და ჩვენთან ერთად იქნება. ღმერთმა ხნას. მაღაზიაში მივდივარ, თუ რამე დაგჭირდება, შემოტყობინე. მადლობა, ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ, ხალბატონო ქერიმი. ბედნიერად. კარგად ბრძანდებოდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. ალბათ გესმით, რომ ჩემი ცხოვრების წესი განსხვავებულია. მამა ჩემმა სიმდიდრესა და ფუფუნებაში გამზარდა. ბატონი მეჰმედ საიმი ცდილობდა, რომ არაფერი მოკლებოდა. ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ მიმოგზაური.
ძალიან ბევრი რამ მაქვს ნანახი. ყოველთვის შემეძლო იმის ყიდვა, რაც მინდოდა. მაგრამ ახლა ხვდები, ქალბატონო საფიე, რომ თქვენ უფრო ბედნიერი ხართ. ხედავ როგორ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. ჩემგან განსხვავებით თქვენი ოჯახი უფრო ძლიერი, უფრო ლაღი და უფრო გულწრფელია. შვილებს უყვარხართ. ბატონ ნაზიფსაც უყვარხართ და პატივს გცემთ. მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხართ ამ ქვეყნად. სწორედ ეს იწვევს შურს ჩემში. როგორ ფიქრობ, მამა ჩემი მოვა? ადრე ამის იმედი არ მქონდა, მაგრამ იმის მერე რაც პროკურატურაში მოხდა, არ ვიცი შეიძლება მოვიდეს. მაგრამ დიდი იმედი მაინც ნუ გექნება. მამა შენი თუ მოვა, ეს შენთვის დიდი სიურპრიზი იქნება. თუ არ მოვა, რას ვიზამთ? გამარჯობა ბატონო მეჰმედ საიმ. როგორც ხედავ წასვლას აპირებდით, მაგრამ მოგისწარით. შეიძლება ვისაუბროთ. გთხოვთ. მოგზანდით. ბევრ დროს არ ზაგართვევთ. სათქმელს მოკლედ გეტყვით. გისმენთ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი რომ ჩემი შვილი არ გიყვართ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დაეხმარეთ მას. თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩემი შვილი თავისუფალია. თქვენის გადაარჩინეთ. ამისთვის დიდი მადლობა. არაფერს. მაგრამ თავარი მაინც ისაა, რომ თქვენი წყალობით თქვენს ქალიშვილს და ჩემს შვილს ქორწილის გადადება აღარ მოუწევთ. დღეს პირველ ნაბიჯს გადადგამენ ოჯახის შესაქმნელად. ვიცი, უკვე გავიგე. ბატონო მეჰმედ საიმ, გთხოვთ დღეს ჩვენთან მოგბრძანდეთ. არა როგორც სტუმარი, არამედ როგორც ამ შესანიშნავი საღამოს მასპინძელი. მომისმინეთ. არ მინდა რომ მტრად ჩამთვალოთ. ჩვენ ხომ ერთი სურვილი გვაქვს. ჩვენი შვილების ბედნიერება. თუ მოხვალთ, ფერიდეს სახეზე სიხარულის ცრემლებს დაინახავთ. მამა თუ ეყოლება გვერდით, ორმაგად ბედნიერი იქნება. გთხოვთ მოგზანდეთ. ამ სიხარულს ნუ წაართვევთ ფერიდეს. ალბათ შეგაყოვნეთ. გმადლობთ რომ მომისმინეთ. ჯერ კიდევ შეერათ რომ დღეს მათთან მიხვალთ და იმ ქორწილს დაესწრებით. საინტერესოა. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.